მალე სტარტს აიღებს საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყველაზე მასშტაბური და საინტერესო პროექტი სასკოლო ოლიმპიადა. გურჯაანის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა ღონისძიებაში მონაწილე საჯარო სკოლებს სპორტული ეკიპირება გადასცეს და წარმატება უსურვეს. შარშანდელის მსგავსად შეჯიბრება კვლავ 7 სახეობაში: მინიფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, ჭადრაკში, მაგედის ჩოგბურთსა და ბადმინტონში ჩატარდება. ფორუმის ფინანსური მხარდამჭერია ადგილობრივი სპორტული გაერთიანება. ჩვენი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის ხელს შეუწყობს და წაახალისებს ახალგაზრდებს ჩაერთონ სპორტულ ღონისძიებებში, დაკავდნენ სპორტული ცხოვრების წესით. ჩვენ ყოველთვის განვახორციელებთ მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს სპორტული მიმართულებით და ხელშეწყობას არ დავაკლებთ. მე მინდა მადლობა გადაუხადო სკოლების გაერთიანება, სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს, რომ არ აკლებენ შრომას და გარჯას, რომ ნამდვილად ღირსეული ახალგაზრდები დაუზარდონ ჩვენ სამშობლოს. ჩატარდა სასკოლო ოლიმპიადა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის გამარჯვებული გამოვლინდნენ და შესაბამისად 7 სხვადასხვა სპორტის სახეობებში მიიღებენ რეგიონის ჩემპიონატში მონაწილეობას. შეუძინეთ ეკიპირება შესაბამისი სპორტული სახეობების მიხედვით საკმაოდ ეფექტურად შესრულებული, დაბრენდილი, ისე რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ბავშვები წარმოჩინდებიან რეგიონის პირველობაზე. იმედი არ შეგვარცხნენ და როგორც წინა წლებში ხელდამშვენებლები ჩამოგვივლნენ საპრიზო ადგილებით. ხო, ტრადიციულად ყოველ წელიწადს ტარდება სასკოლო სპორტული ოლიმპიადა. მადლობას მოახსენებთ მუნიციპალიტეტის მერიას, ასევე სასკოლო სპორტულ გაერთიანებას, ბატონ გელადალაკის, რომლებიც გვეხმარებიან ამ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩატარებაში, რაც შეეხება ბავშვებს, ისინი ხალისიანად ერთვებიან ამ სპორტულ მოძრაობაში. დღესაც აგერ სპორტული ფორმები გადმოგცეს და ამით კმაყოფილები ვართ.